მოგესალმებით. ევროკავშირსა და შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ნოემბერში შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროკავშირისა და მისი მმართველი ბიუროკრატიის კრიტიკას. დოკუმენტი მოიცავს ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებით ფუნდამენტურად განახლებულ მიდგომებს, იმისგან დიამეტრალურად განსხვავებულს, როგორცაც Deep State-ის მმართული ევროკრატები 10 წლეულების განმავლობაში იყვნენ შეჩვეული. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ამან ევროპელ ლიდერებში უკმაყოფილებას გამოიწვია გაკვირვებაც და გაღიზიანებაც. დონალდ ტრამპმა მისთვის ჩვეულ სტილში ჯერ ამ სტრატეგიის ძირითადი დებულებების გააზრება არაცალა ევროკავშირის ლიდერებს და მათ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ღიად ისაუბრა. მაგალითისთვის, ტრამპი უკვე აღარ მალავს არსებულ რეალობას, რომ უკრაინამ დაკარგა ტერიტორიები. არც იმას მალავს, რომ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს სუსტი და უნიათო ლიდერები მართავენ. თუ კი შევხედავთ ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, სრულიად არ იქნება გასაკვირი ასეთი მიდგომები. პირველ რიგში ავიღოთ დამოკიდებულება არალეგალური მიგრაციის მიმართ. ტრამპი ამერიკაში ცდილობს საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას. ევროკავშირი კი პირიქით, გაშლილი ხელებით ყოველდღიურად ათასობით არალეგალს ეგებება. უკრაინის ომის საკითხი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევისთანავე დაპირისპირების საგანი გახდა. დღეს შეერთებულ შტატებს ინვესტიციების სჭირდება და დონალდ ტრამპი სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს. ამ ფონზე მილიარდების გადაცემა ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკისთვის თან დიდი კორუფციული სკანდალის ფონზე არც თუ რაციონალური გადაწყვეტილებაა. თუმცა Deep State-ის მმართული ევროკავშირი კვლავ ომის გაგრძელებასა და უკრაინის დაფინანსებაზე საუბრობს. ევროკავშირთან მიმართებით ბზარები შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ყველა ასპექტში ჩანს. ყველა იმ მიმართულებაზე არის გამახვილებული ყურადღება, რაზეც ჩვენ უკვე ამდენი ხანია ვსაუბრობთ. არალეგალური მიგრაციიდან დაწყებული და ომის რიტორიკით დასრულებული ძალიან დიდი კრიტიკა არის გამოთქმული. მოწოდება, რომ დასრულდეს ნატოს გაფართოვებაზე საუბარი, მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმა ევროპელი პოლიტიკოსების საპირისპირო პოლიტიკის ფონზე. არალეგალური მიგრაციისა და მზარდი ბიუროკრატიის ფონზე გაფრთხილება, რომ კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ მისი ცნობა შეუძლებელი იქნება. ასეთი გზავნილების მოსმენა Deep State-ის მმართული ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის ბუნებრივია შოკის მომგვრელია. მათთვის ეს იმიტომაც არის საფრთხე, რომ შტატებმა ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპელი მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირა. უпростоრად, კარგად აჩვენა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების ინტერესები სრულიად სცდება ევროპელების ინტერესებს და Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებში ჯდება. უსაფრთხოების სტრატეგიაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და ბრიუსელის ოფიციალურ პირებს შორის დაპირისპირება არსებობს ომთან მიმართებით. ეს მოცემულობა ისედაც ნათელია. იმ ფონზე, რომ ევროკავშირმა სანქციების 19 პაკეტი მიიღო, მილიარდობით ევრო გაისროლა უკრაინის ომში, რომელიც შემდეგ კორუფციაში წავიდა და კიდევ აგრძელებს რადიკალურ საომარ რიტორიკას, სრულიად გასაგებია დაპირისპირება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის. ბრიუსელში არც ის მოსწონთ, რომ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და მისი განსაკუთრებული წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში იყვნენ ჩასული. როგორც ჩანს, მოსკოვსა და ვაშინგტონში საერთო ენის გამონახვა Deep State-ის მარიონეტი ფონ დერ ლაიენისა და მერცი მაკრონის სტარმერის ტრიოსთვის ძალიან ცუდი სცენარია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული მიზანი რუსეთის სტრატეგიულ დასუსტებასთან დაკავშირებით განახლებულ სტრატეგიაში შეცვლილია. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა აღდგეს სტრატეგიული სტაბილურობა რუსეთთან. ეს გზავნილი სრულად არის ასდენილი Deep State-ის მარიონეტი ბრიუსელის პოლიტიკას, სადაც რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებასა და სანქციებით დანგრევაზე საუბრობდნენ. იმისთვის დააწესეს სანქციების 19 პაკეტი და იმისთვის შეუყენეს წყალი საკუთარ ეკონომიკებს, რომ შემდეგ სტრატეგიული სტაბილურობა დამყარდეს რუსეთთან. შტატებსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დაპირისპირებაზე ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ის დრო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ატლასის მსგავსად მთელი მსოფლიოს წესრიგი ეჭირა, წარსულს ჩაბარდა.
ეს მცირე რემარკაა შეერთებული შტატების უსაფრთხოების განახლებული დოქტრინიდან, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა და შორს მიმავალი ტრაექტორია გააჩნია. სოფლიო წესრიგი, საერთაშორისო პოლიტიკის თამაშის წესები და ძალთა ბალანსი მყარად შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა. ერთპოლარული სამყარო უკვე ისტორიის წარსულია. ჩვენ განახლებულ გეოპოლიტიკურ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება და რაც უფრო მალე გაიაზრებს ამას ყველა, მით უკეთესი იქნება მათთვის. შეერთებული შტატების ჯარების მოვალეობა არ არის ისეთ შორეულ ქვეყნებში უძველესი კონფლიქტების მოგვარება, რომელთა შესახებაც ბევრს არასდროს სმენია. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს პოლიციელი, მაგრამ ჩვენი მტრები შეუმჩნეველნი არ დარჩებიან. შეერთებულ შტატებს დასავლეთ ნახევარსფეროზე სურს კონცენტრირება. ის მონროს დოქტრინას უბრუნდება და ამის შესახებ შავით თეთრზე წერია უსაფრთხოების ახალ დოქტრინაში. ეს იმის აღიარებაა, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ძალაუფლების იერარქია შეიცვალა. პოლიტიკური რუკა კვლავ გავლენის სფეროებს დაუბრუნდება და საერთაშორისო ურთიერთობებს ქვეყნის ინტერესები წარმართავს და არა ლიბერალური ფასეულობები ან იდეალისტური წარმოდგენები. ისტორიას ციკლური ხასიათი გააჩნია. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და მონროს დოქტრინის განახლება გეოპოლიტიკის ანაბანასთან დაბრუნებას ნიშნავს. დოკუმენტში მონროს დოქტრინა 4-ჯერაა ნახსენები. მის განახლებულ ვარიანტს დონროს დოქტრინადაც მოიხსენიებენ. ბევრი წლების მივიწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დაუბრუნდება მონროს დოქტრინას და მას გამოიყენებს ამერიკული უპირატესობის აღსადგენად დასავლეთ ნახევარსფეროში, ჩვენი სამშობლოს დასაცავად და რეგიონის საკვანძო გეოგრაფიულ რაიონებზე წვდომისთვის. ეს ტრამპის პოლიტიკის და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. ტრამპმა ჯერ პირველი ვადით პრეზიდენტობისას განაცხადა მონროს დოქტრინის მნიშვნელობის შესახებ. სახელმწიფოები ყოველთვის გავლენის სფეროებით ოპერირებდნენ. უბრალოდ ნეოლიბერალური პოლიტიკური კლასი ამას ოფიციალურად არ აღიარებდა. ახლა კი უსაფრთხოების ახალი დოქტრინის გამოქვეყნების შემდეგ ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მონროს დოქტრინის მიხედვით მოქმედებდა, რომელიც იმ პრინციპს იყენებდა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში გაბატონებულ ძალას ამერიკის შეერთებულ შტატებს უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ ინტერვენცია განახორციელოს, რომელმაც ჩვენს დეკლარირებულ ინტერესებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ეს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა. 2019 წელს შეერთებული შტატების იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მონროს დოქტრინა ცოცხალია. ასე რომ არაფერი რევოლუციური ამ ჩანაწერით ახალ სტრატეგიაში არ ყოფილა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მარკო რუბიომაც თქვა წლის დასაწყისში, რომ ერთპოლარული სამყარო ცივი ომის პროდუქტი იყო და ანომალიას ჰგავდა. პოლიტიკური რომანტიზმი და იდეალიზმი ტრამპმა და ვაშინგტონის ლიდერშიპმა სასაცილო გახადა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი ამბობს, რომ უტოპიური იდეალიზმის პოლიტიკა დამთავრდა, რომლის მაგივრად ფხიზელი რეალიზმის დრო დგება. უტოპიური რეალიზმი ის იმედი და დაუცხრომელი სურვილი იყო, რომ ლიბერალური დემოკრატია მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა, ზოგან პროპაგანდის გზით, ზოგან ცეცხლის და מחვილის მეშვეობით. ეს ექსპერიმენტი ჩავარდა. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში კი მრავალპოლოსიანი სამყარო გამოცხადდა. ეს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ყველაზე რადიკალური ცვლილებაა ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამჟამინდელ ადმინისტრაციას გავლენის სფეროების იდეის ჯერა ის საკუთარ თავს სხვა ძალებთან ერთად მოიაზრებს, რომლებიც ინტერესთა სფეროებს აკონტროლებენ. მაგალითად, რუსეთის განზრახვაა გააკონტროლოს ევრაზიის კონტინენტი და რა თქმა უნდა ჩინეთი, რომელსაც უნდა რომ გააკონტროლოს აზია. ესენი ძირითადი კომპონენტებია ამ დოკუმენტში და რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება განსაკუთრებით ევროპელი მოკავშირეების მხრიდან. რა არის მთავარი აქცენტები, რაც ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვიხილეთ? გლობალიზაციის და გლობალური მიგრაციის დასასრული, სტრატეგიული სტაბილურობა რუსეთთან, ევროკავშირის და ევრობიუროკრატების კრიტიკა და დადანაშაულება. ეს არის ძირითადი მომენტები, რასაც დიდი ყურადღება ეთმობა. Deep State-ის ერთ-ერთი think tank-ი ატლანტიკური საბჭო აღელვებულია, რომ შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიაში დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. იყო რამდენიმე ახალი იდეა ახალი გამოწვევებისთვის, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს შეინარჩუნოს ტექნოლოგიური ლიდერობა. ვფიქრობ, ეს იყო ძლიერი მხარეები. სისუსტეებზე საუბრისას ვფიქრობ, რომ მან დააკნინა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, რაც ვფიქრობ, რომ შეცდომაა. სავარაუდოდ ზედმეტად კრიტიკული იყო ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მიმართ. და ვფიქრობ, ასევე დააკნინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ ავტოკრატიული მეტოქეებისგან, როგორიცაა ჩინეთი. ევროკავშირის მიმართ კრიტიკული შენიშვნები და სამართლიანი გაკიცხვა ახალ დოქტრინაში
ნამდვილად უხვადაა. მაგრამ ეს პირველ რიგში Deep State-ის მიერ მართული ევროკრატიის მავნებლური შიდა და გარე პოლიტიკის დამსახურებაა. შეერთებული შტატები უკვე ოფიციალურ დონეზე ადანაშაულებს ევროკავშირის მშვიდობის საბოტაჟში და ომის ახალისებაში, რაზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. ევროპელების საგრძნობ უმრავლესობას მშვიდობა სურს, მაგრამ ეს სურვილი პოლიტიკაში არ არის ასახული მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების შერყევის გამო. ეს ტრამპის მხრიდან სერიოზული ბრალდებაა. ალბათ ამიტომაც Deep State-ის მიერ მართულ და ორკესტრირებულ ევრომარიონეტებს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ იწვევენ, აიგნორებენ. მათ ხელშეკრულების სამუშაო ვერსიასაც არ უზიარებენ, რადგანაც მათი დესტრუქციული და ირაციონალური ქმედებები არავისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. შემდგომ პასაჟებში ევროკავშირის მიმართ რიტორიკა სულ უფრო მკაცრდება. ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგობაში იმყოფება ევროპელ ჩინოვნიკებთან, ვინც ომზე არარეალისტური იმედებს ამყარებენ და არასტაბილურ სამთავრობო უმცირესობაში იმყოფებიან, რომელთაგან ბევრი დემოკრატიის ძირითად პრინციპებს ფეხქვეშ თელავს ოპოზიციის ჩასახშობად. ესეც სავსებით მოსალოდნელი იყო. ტრამპის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბრიუსელის ევრობიუროკრატიას ანტიდემოკრატიულ უკუსვლაში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. გავიხსენოთ წლის დასაწყისში გამართული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა იქ წარმოდგენილი ევროლიდერშიპი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც ევროპაში კონსერვატიული პარტიების შევიწროვებაზე, ცენზურაზე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და უკონტროლო მიგრაციის დამანგრეულ შედეგებზე მათ დამრიგებულ ლექცია წაუკითხა. საგარეო პოლიტიკის ახალ მანიფესტში 29 გვერდიან დოკუმენტში ყველაზე ხისტი და მკაცრი ტონი სწორედ ევროკავშირის მიმართ ისმის. ეს ალბათ შემთხვევითი არაა. დოკუმენტში ევროპული ეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლებიც კი მოყვანილი და აღნიშნულია, რომ კონტინენტური ევროპა გლობალურ ეკონომიკაში საკუთარ წილს კარგავს. თუ 1990 წელს მასზე მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 25% მოდიოდა, ახლა იგივე მაჩვენებელი 14% შეადგენს. სავალალო ციფრების გარდა შეერთებული შტატების ხელისუფლება ევროპულ ცივილიზაციურ დაცემაზე საუბრობს და ეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიაჩნია. მაგრამ ეს ეკონომიკური დაცემა იჩრდილება უფრო რეალური და სავალალო პერსპექტივით, ცივილიზაციური განადგურებით. უფრო მასშტაბური პრობლემები, რაც ევროპის წინაშე დგას, ევროკავშირის და სხვა ზეეროვნული ორგანიზაციების საქმიანობას მოიცავს, რაც პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უთხრის. მიგრაციული პოლიტიკა, რაც კონტინენტის ტრანსფორმაციას ახდენს და უთანხმოებას ქმნის. თავისუფალი სიტყვის ცენზურა და ოპოზიციის ჩახშობა, შობადობის მკვეთრი კლება და აგრეთვე ეროვნული იდენტობის და თავდაჯერებულობის დაკარგვა. საგარეო პოლიტიკის ახალმა დოკუმენტმა ევროკრატიას სარკეში ჩაახედა. დასავლურ პრესას ეს არ გამორჩენია და შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების სტრატეგიიდან მთავარ ყურადღებას ევროკავშირის პოლიტიკურ გამათრახებას უთმობს. Le Monde წერს, ევროპელები გაოგნებულები არიან და გამოწვევის წინაშე დგანან შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მხრიდან. Reuters-ი უფრო ლაკონურია. ტრამპის სტრატეგიული დოკუმენტი მონროს დოქტრინას აცოცხლებს და ევროპას აკრიტიკებს. გერმანული Deutsche Welle კანცლერი მერცის აღშფოთებაზე წერს, რომლისთვისაც ამერიკული დოქტრინის ზოგიერთი მონაკვეთი მიუღებელია. განსაკუთრებით კი ამერიკელების მხრიდან ევროპული დემოკრატიის გადარჩენის მცდელობა არ მოწონს. Foreign Policy დამაფიქრებელ კითხვას სვამს. ათვიცნობიერებს თუ არა ევროპა, რომ ის მარტო დარჩა. ევროპა ალბათ ათვიცნობიერებს, მაგრამ კაია კალასი როგორც ჩანს ამასაც ვერ ხვდება. მას 29 გვერდიანი დოკუმენტიდან შინაარსის გამოტანა უჭირს და მისთვის დამახასიათებელი უგუნურობით, მომღიმარი სახით და ესტონური აქცენტით ჯიუტად იმეორებს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ევროპის უდიდესი მოკავშირეა. შეერთებული შტატები ევროპის უდიდესი მოკავშირეა და მე ასე მესმის, რომ ის კვლავ რჩება უმთავრეს მოკავშირედ. ვაშინგტონის ინტერესებშია, რომ ევროპა გაგრძელდეს. ჩვენ ბევრ საკითხზე ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის არ გქონია პირისპირ შეხვედრა. საერთო პრინციპი კი ისევ ძალაშია. ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთად უნდა დავრჩეთ. აი ეს დასკვნა გამოაქვს კალას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგიიდან. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო უნდა მოეღოს ნატოს როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს სამომავლო ექსპანსია შეწყდება. არადა როგორ არ დაიმცირა თავი ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დონალდ ტრამპის წინაშე. მას მამიკოც კი დაუძახა პრესკონფერენციაზე, მაგრამ ამანაც კი არ უშველა. როგორც ჩანს, ტრამპს კი ცედავს გადაწყვეტილი, რომ ნატო არ გაფართოვდება და ტრანსატლანტიკური ალიანსის აპოლოგეტებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ახალ
დოქტრინაში ვკითხულობთ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ძირითადი პასუხისმგებლობა თავდაცვაზე საკუთარ თავზე უნდა აიღონ. დოკუმენტში თვალშისაცემია რიტორიკის შერბილება როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ. შეერთებული შტატების ხელისუფლება ევროპას თავდაჯერებულობას უწუნებს რუსეთთან ურთიერთობაში. ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები იმგვარად იმოქმედებს, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს. რუსეთთან კი სტრატეგიული სტაბილურობის დამყარება შეეცდება. თუ საფრთხეების აქამდე არსებულ ყველა დოქტრინაში ჩინეთი ამერიკული ჰეგემონიის მთავარ გამოწვევად ცხადდებოდა, ამ შემთხვევაში უკვე ჩინეთის მიღწევები და წარმატებაა აღიარებული. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ურთიერთობის გადაბალანსების ინიციატივით გამოდის, სადაც პრიორიტეტები სამართლიანობა და ამერიკული ეკონომიკური დამოუკიდებლობის აღდგენა იქნება. უსაფრთხოების ახალი დოქტრინა, რომელიც ამავდროულად საგარეო პოლიტიკის პრინციპების ერთგვარი ერთობლიობაა, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იქნება. გაცხადებული მიზნებით და შეფასებებით თუ იმშელებთ, მთავარი დაზარალებული Deep State-ის მიერ მართული ევროკავშირია. ტრანსატლანტიკურ ერთობას წყალი შეუდგა. ევროკრატიას კი ცუდი დღე დაუდგა. რამდენი ხანი გაძლევს უფროსი ძმის გარეშე დარჩენილი ევროგაერთიანება და როდის ჩამოიშლება ბრიუსელის ზეეროვნული ინსტიტუტები, საკითხავი ეს არის მხოლოდ. ევროკავშირის ბიუროკრატიას ახასიათებს, რომ თუ განსაკუთრებით რადიკალური პოზიციის დაფიქსირება სურთ, რომელიმე ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს გამოაგორებენ ხოლმე. ამჯერად ეს პატივი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ხვდა წილად. ეს ის ბორელია, რომელიც რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაზე საუბრობდა და ევროკავშირს აყვავებულ ბაღს ადარებდა, დანარჩენ ქვეყნებს კი ჯუნგლებს. ბორელმა ღიად თქვა, რომ ტრამპი ევროკავშირს უპირისპირდება. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.